2008 წლის ომის მერე, აგვისტოს მერე ვცხოვრობთ ამ დასახლებაში. ვისაც ჰქონდა წასასვლელი კი დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ არცაც წასასვლელი არ გვაქვს, არც სახლი გაგვაჩნია, არც კარი არაფერი არ გვაქვს. სექტემბრის 15 რიცხვში დაგვიკანონდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ დაუკანონდა. ისე უაზროდ დაარიგეს, რომ ვისაც არ ვიცნობთ იმანთ მისცეს ორდენები, ამონაწერები და ვინც მართლა ცხოვრობს წლების მანძილზე, იმას დავრჩით რამოდენიმე ოჯახი ასე. 9 რიცხვში მოვიდა პოლიცია ჩვენთან და გვითხრა, წარმოგვიდგინა, ისიც აგვაქვს ამონაწერი, ეს ბინა ეკუთვნისო თამარ თეზელაშვილსო. კი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, საიდან აბა საბუთი გვანახე. მარტო მოიტანა ამონაწერი, რომ შიგწერია 20 კვადრატი და 41 ნომერი. და ვეუბნებით, საიდან ამტკიცებ, რომ ეს არის 41, არ არის გაზის მრიცხველი, არ არის დენის მრიცხველი, არც ერთი მეზობელი არ გიმოწმებს, არ ცხოვრობს აქ. მე ვცხოვრობ, მეც გავიტანე და ვაჩვენე 20 ნომრის ამონაწერი. არ ვართ აგე? არ ვართ ისე, მეც მიზომამდე წარსა. არ პოლიცია. არ გავაზომენი, ამეთი ზომამდე წარსა. პოლიციას მაგის უფლება აქვს ისაზომოს, ბინა აზომოს, ვინ არის ნახაზებს ადგენს თუ დაგვიტოვა რაღაც გამაფრთხილებელი ფურცელი, რომ 13 რიცხვში თუ არ გახვალთ დებითო, 13 რიცხვში მოვარდე კანონის ძალით გაგვიყვანთო. ჩემი შვილი ცხოვრობდა აქ, ცხოვრობს. ის შვილი დამეღუპა წელიწადიდან მე 8 თვე, 4 თვე ვიყავი არამიანზე. ის შვილი კალიდორში იკეთებდა დიალიზა, ინფექცია შეეჭრა, დაждდა და დამეღუპა. დამეღუპა პერიტონეული ჰქონდა. 33 კვადრატიც არ არის. ბრძალი მყავს. ბრძალთან დიდი პრობლემები შემიხვდა. მე შვილი აღარ ამყავს. აქ ნუწირი ხარო, ნუახველებო, რა გამიკეთებია? მოვედი მე აქ ნაგავსახრელი იყო დღისით, ფანჯარა არ გამიტეხე, კარები კი არა ქონდა. უბრალოდ ყველა მიცის რომ მიყუდებული ფანერკა იყო, ის ფანერკაც აიკაგდია. ხო, დააწერეს 33, სადაც მიდიოდნენ და ყიდიდნენ, იმ კარებებს აკრავდნენ ზედა. გადავყარე ის ნაგავი, მოვიდნენ, არაფერი არ უთქვიათ, ან გამოდი, ან რამე. მე იმ გოგო თურქეთში იყო, დაურეკა აქედან სასწრაფოდ ჩამოდიო, მესამე დღეს გოგო მოვიდა და ის გოგო მე დავება თურქეთში, რომელიც იყო ჩემია ესახლიო. ხო და მე ჩვენ მივმართეთ სამართველოებში ვიყავით მისულები და დავწერეთ განცხადება და მივმართეთ, მაგრამ არავინ არ მოსულა და თუ კი მოიტანებენ რამე საბუთს, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს არის 41, კი ბატონო გავართ. მაგრამ ესე პოლიცია უბნის რწმუნებულს, ესე უხეშად მოდიოსდეს და აი თუ არ გაგიყვან, გაჩვენებ შენ და ესე შეურაცხყოფაზე გადმოდიოდეს, მაგრამ რა უფლება აქვს? აღმასრულებელია თუ პოლიციელია? მაგის უფლება აქვს?